ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ახლა შაურმის უამრავი ჯიხური ალბათ ერთ-ერთი მუშაობდა. ალბათ. ყველა მოწმე ერთი და იგივე სყობა. ვინის როლა ვერავინ დააფიქსირა. მარტო დაცვის თანამშრომელმა დაინახა მკვლელი როგორ მიიმალა. კონკრეტულად რა დაინახა? როგორ გაიქცა ტექნიკური უნივერსიტეტისკენ. იქიდან შეიძლება ვახუშტის ხიდისკენ წასულიყო. ან სანაპიროთი გააგრძელა გზა. სხვა არაფერი არ ვთქვამთ? არა, ყველაფერი ძალიან სწრაფად და მოულოდნელად მოხდა. კიდე კარგი ბავშვები არ დაშავდნენ. ჰა. მამა შეხედა. ამ ხელა ქონების პატრონი შაურმას რატომ ღებდა? გრეცკი? ალბათ ჰობი ქონდა ასეთი. ბევრი სისხლი დაკარგე. წნევაც დაბალი გაქვს. ჯობია საავადმყოფოში წახვიდე. იქ დაივიწყე რა. ღრმა ჭრილობაა, შეიძლება გაგირთულდეს. დაივიწყე მეთქი. აიგე. გავიგე. მაგრამ ტკივა. ცუდა თორბოზიშვილი იყო. მე რაც შემეძლო გავაკეთე. არ ვიცი რა მე მიშველი რა. მაგრამ ტკივა. რა გიშველო? იცი რაც უნდა მიშველო. უნდა მოითმინო. ტკივა მეთქი, გოგო. ნუ ყვირი. მომისმინე. ეხლა რასაც გეტყვი, ყველაფერს გააკეთებ, გაიგე? მიდი. დროზე. გაიხო მაპატი.
აქ უკვე სისხლის კვალი წყდება. ალბათ აქედან მანქანით წავიდა. არამანაირად სისხლდენა შეიჩერა. რევოლვერი ვიპოვნე. ო? აბა აგანია ალბათ მკვლელს ეკუთვნის. შეიძლება არ მოიშორა ან გაქცევისას დაეკარგა ხო. ემინმა რამოდენიმე თვის წინ დაიწყო ჩვენთან მუშაობა. ემინი? დიახ, ასე ერქვა. ეროვნება? აზერბაიჯანელი. კონკრეტულად საიდან იყო? არ ვიცი, ასე ამბობდა განჯიდან ვარო. რაც აქ დაიწყო მუშაობა, რამე საეჭო ხوار შეგიმჩნევიათ? არა, არაფერი. კონფლიქტი არავისთან მოსვლია? არა, საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა. არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა. ისე მშვიდი ადამიანი იყო? კი ძალიან. გაუმარჯოს ჯიგარო. საუბრობ მინდა რა. ღორის. საშუალო. ალო. საცხოვრობდა? ო, არ ვიცი. ამ ჯეხურის მეპატრონე სად არის? წასულია. ვინ არის და რას წარმოადგენს? ზურა ქვია, თბილისელია. ზუსტი მისამართი არ იცით? საბურთალოზე ცხოვრობს, ზუსტი მისამართი არ ვიცი. ტელეფონის ნომერს ხომ არ დამიტოვებთ? კი, დაგიწერთ. ეხლავე. ინებეთ. მადლობთ. აბაგარი მორჩი ხა მაიმუნებს და აი, წავედით. ვამთავრებ რა უკვე. ახალი მზარეული ხوار ჭირდებათ. გამარჯობა. გამარჯობა. საბასად არის? ბატონი სულხანი ლანცია სასტილოში გასული. ვით შემიძლია დაგეხმაროს? არა უშავს იყოს დაველოდები საბას. კარგი. აი. ჩემი სპილო. ცხოველები გიყვართ? კი ძალიან. მართლა? ესე იგი მე შემიყვარებთ? ეს უფრო საყვარელია რა. No. ფუციკო ყავა. საბა, ბატონო სულხან. გისმენთ? თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. აი ეს მინდა რომ შეისწავლოთ. ფუციკო შეისწავლე. მიხედე. ვალი. აი ამას შენ მიხედავ. კარგი, გავხსნათ და დავათვალიეროთ. დიახ, გავხსნათ და დავათვალიეროთ. მოკლედ გავარკვიეთ რომ მკვდარი მუსლიმანი არ არის. შესაბამისად სავარაუდოა რომ არც აზერბაიჯანელი უნდა იყოს. მეტყვით როგორ გაიგეთ? კი? გეტყვით. მარტივად. აი. გამრთ. წინ დაცვეთა არ აქვს გაკეთებული. გასაგებია. აი აქ მოკიდე ხელი და გადმომავრუნებინე მომეხარე რა. აი ამაში. და დავკაჩოთ. აბა, მოდი. მარტო ვერ შევწყვე. 1,
იჭირავს 2 3 აი შეხედე როგორი სახასიათო წყლუებია რისგან შეიძლება იყოს ეს? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან გავს დაავადებას, რომელიც ავადმყოფი ცხოველისგან გადადის ადამიანზე. გაკვეთის მერე მეცოდინება ზუსტად. კონკრეტულად რომელი ცხოველისგან შეიძლება გადავიდეს? ცხენი, ჯორი, ვირი, თხა ვენახი შეჭამა. შინაური ცხოველიდან. და ადამიანიდან ადამიანზე რო გადავიდა შესაძლებელია? კი, როგორ არა. ისე ყოფილა შემთხვევები, რომ გვამიდანაც დაინფიცირებულა ცოცხალი ადამიანი. ხო, აი ეს დასკვნა გამომართვი. და ეს ნინო, კარგი, ვიხუმრე, ნინო, არ გადადის გვამიდან. ნინო, ვიხუმრე. ზურა სიამაყე. ხო, აბარა. სად? მაღაზიაში? დაგპირდი? ხიზელი ვიყავი? არა. არა, ეხლა არა, მოგვიანებით. ნახე, დაიკეტოს, ხვალ გაიგო. არცალია. საქმე მაქვს. რა საქმე? ანა მაქვს გასამარგლი. არ მოგვეძებ და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე გამაგებინე ერთი. რას ნიშნავს რა საქმე მაქვს? არის რა საქმე? შაურმის ჯიხურის მე პატრონეს შევხვდი. მერე? მოკლულის ბინის მისამართი-მომცა. საცხოვრობდა. პროსტორად იაფასიანის ასტმროა. სხვა არაფერი ვთქვამთ? ესეთი არაფერი პრინციპში იგივე გაიმეორა, რაც იმ გოგომ. ეთყობა ბაბაევს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. აქ ინახება რამოდენიმე ტექსტი ფრანგულ ენაზე. ასევე სქემები და ნახაზები. ტექსტში რა წერია ვიცით? ლაპარაკია სტრატეგიული ობიექტის მშენებლობაზე დასავლეთ საქართველოში. ნახაზები? იმავე სტრატეგიული ობიექტის ნახაზებია. დანაშაული შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდეს. გული მიგზნობს მალე თავზე შენი ძმაკაცი დაგვადგება. მინ ჩემი ძმაკაცი. აი ეს ტები მოდულიდან. მოკლულის ჩანთაში ნაპოვნი ბრილიანტები ექსპერტმა შეაფასა. მერე? ძვირფასი საერთო ღირებულება 150,000 ევროა. რამდენი იყო? ბევრიო, აკაკი, ბევრიო. საინტერესოა, ახლა ქონება თან რატომ დაქონდა? და ის არ არის საინტერესო საიდან ქონდა. უდაოდ. რა არის პანაშვიდია? გვასალით რა მუშაობა? გადი და გარეთ ისაუბრეთ.
ვინმე რომ მოვიდეს. ესე დიდხანს თუ იჯდები, აუცილებლად მოვა. ჩამოდი. დროზე. მოიცა, რა იყო? წყალში ხო არ მიმატოვებ. დროზე. გამოცურე, მიდი. ამოძრავე ფეხები. ამოძრავებ. კი, რა ამოძრავებ, აპარტყუნებ. სულ თქვას მოიკავებ. აი ესე. ადრეა. ჯერ არავინ მოვაო. ალბათ უფრო ადრე უნდა მოსულიყავით. სულ შენი ბრალია რა. ნუ ბუზღუნებ და გააკეთე, რასაც გეუბნები. გამოცურე. გამოცურე, მიდი. არ შემიძლია. სიცხვილია. დაბაგარი. ამ ყველა კაცმა თუ აქამდე როგორ ვესწავლე. ვიცი, უბრალოდ ერთები. ერთები არა. შენი დაცმული. ჩირქი გროვდება. სიცხეც გაქვს. დავა შემღები. ფუსი, მაპატიე. იმეძახი ფუსის. კაი, რა ვიცი, რომ გაწყენინე. შენ კი არ მაწყენინე. ფაქტურად პატივი ამხადე. ჩუმად ხალხია. რა მნიშვნელობა არის? ისედაც ყველა იქ იყო. რა ჩემი ბრალია ბავშვობაში მშობლებმა სურათ თუ არ გასწავლეს. ჩემ მშობლებს სუდად მიიხსენია. მე გამზარდეს და გამაჩინეს კიდეც. სულად არ მიხსენებია. შემივიგდი. მითხარი რა რამე? არ შემიძლია. რატომ? აუზის შემდეგ სული მაქვს დამძიმებული. ყველაზე სამარცხვინო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. კაი რა. კაი. შემივიგდი? თითქმის. მიყვარხარ ფუსი. კაი, წავედი. მაგრამ იცოდე, კიდევ ერთხელ გაექცევა ვინმესკენ თვალი და ცოცხალს არ დაგტოვებ.
ძალიან უცნაური ამბავია. რა ამბავი? ანაბეჭდების დანაზე ეკუთვნის ვინმე არსენ ლეკიშვილს. რა არის ამაში უცნაური? უცნაური ისაა, რომ არსენ ლეკიშვილი 3 თვის წინ საკუთარ სახლში დაიწვა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყარსუბანში. ეგ როგორ? როგორ არ ვიცი. არანაკლებ საინტერესოა ანაბეჭდები პისტოლეტზე, რომელიც ეკუთვნის მინდია მექვაბიშვილს, რომელიც ორჯერ ანასამართლები და ახლაც ძებნაშია. მოიცა, რაზე არის ძებნაში? პირადი სეიფების ცნობილ საქმეში აჭმიტანილი. ის 2 მილიონამდე რომ მოიპარეს. ხო, მახსოვს. მე მგონი მაგ საქმეს ლევან ნოზაძე იძიებდა. გითხარი დაგვადგება მეთქი. და სანამ ეგ დაგვადგება, მანამდე ჩვენ დავპატიჟოთ. ისე ერთ რამეში სერიოზულად გაგვიმართლა. რაში? სასტუმროს რო ანგრევენ. ბაბაევის მერე ამ ნომერში არავის არ უცხოვრია. ესე იგი აქაურობა თითქმის ხელუხლებელია. რასაკეთე? ვიღაცას აქ სამალავი ქონდა. ამ კოჩი ბანკიდან კატანილ ფულს ინახავდნენ. მარტო ერთ შეკრაში 10,000 ევრო იდა. დუამად გამოდის ფული. მოკლს თან გასაღების აცმა ქონდა. მე გასაღების ფუნქცია რა არის? რაღაცას უნდა აღებდეს. ამ ნომერს არ აღებს. ესე იგი, სავარაუდოდ იმ ადგილის გასაღებია, სადაც ბოლო პერიოდში ცხოვრობდა. სახლის პოვნა ადვილი არ იქნება. ამას უკვე 6 თვეა ვეძებთ. ბანკის საცავიდან მოიპარეს, პირადი სეიფიდან. როგორც ვიცი, დიდი ფული აწაღებული. 500,000-ის ღირებულების ძვირფასეულობა და 1,5 $, კუპიურებით. ეჭმიტანილები არიან? ბიძაშვილები. მინდია და გიორგი მექვაბიშვილები. უკვე 9 წელია მაგაზე ძებნა გამოცხადებული. და როგორ ფიქრობ? იცოდნენ, რომ ამ ფლეშკაზე რაღაც საიდუმლო ინფორმაცია შენახული და შეგნებულად მოიპარეს თუ ისე ხელს გააყოლეს? ალბათ უფრო ხელს გააყოლეს. თუმცა არაფერია გამორიცხული. საქმეში ვინმე აზერბაიჯანელი ხომ არ ფიგურირებდა. სახელად ემინი. არა. გახსენდება ვინმე? არა. ეგეთი არ ამიყოფილა. აბა ახლა საიდან გაჩნდა? ეგ მეც მაინტერესებს. თუ საქმეში მაგ ემინის მონაწილეობა დადასტურდა, ეს იმისკენ მიგვანიშნებს თუ საით მოხდა ფულის გადინება. რაც მთავარია. სად არიან ახლა მექვაბიშვილები? ამისთვის დიდი მადლობა. რა იყო ახლა?
დროზე. Таджики. სხვათა შორის ჩემი ვარაუდები გამართლდა. რომელი ვარაუდები? ის რომ მოკლული საპით იყო დაავადებული. მიგრა არის. ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან. ადამიანზე მხოლოდ ცხენიდან გადადის. ცხენიდან? ო, გაიყო რომ გარდაცვლილის ფეხსაცმელზე ცხენის ფუნა და თივის ნარჩენები აღმოჩენილი. მეჯინიბე იყო? არა, შაურმას აკეთებდა. ცხენზე ამხედრებული? არა, დამხედრებული. აბა რა იყო, თავლაში ცხოვრობდა? თავლაში თუ თავლასთან? ინა ვკითხო. მიდი. აბა თუ გაავალს. საცხოვრებდი შენ ბიჭო? დომინის უფლებას იყენებს. ეგრეც ვიცოდი. არ გაამართლა. იპოვე გოგო. აქ როგორც გადავალთ, მთას ახლოა? გადახვალ და ახლოში იქთანვე მოჩანს პირდაპირ. ასე გები. ტაჯიკი, აქვეა ცხენებით უნდა მივიდეთ. რიონი 206 ვარ. შეიძლება შევიმოწმეთ მანქანა სახელმწიფო ნომრით ტატიანა ირაკლი 639. დავაი გალი. ეგაი რა გითხარი? რა საკეთებ? შენი საქმე არ არის რა. ცოდო. გადი მეთქი გეუბნები გოგო. არ გავალ.
მაშინ შენ დაადებ. Agdamelute. რა იყო, არ დაგემორჩილა? ველური ძაღლები იყვნენ, კინაღამ შემჭამეს. ბევრნი იყვნენ? არ დამითვლია. და ჰაერში რა დავარისროლე? რა ვიცი, დავიბენი. ცხენები? გაიქცნენ. ბატონო, ინფორმაციული ოპერატია ზურა. ბატონო. ოპერატიული ინფორმაცია მოვიდა. ნაზი? ბული. რა გინდა ბიჭო? მინდოდა მეთქო რომ გზაზე იპოვნეს მიტოვებული ავტომობილი, რომელიც ნაზი ჩიტალაძეს ეკუთვნის. მერე? ნაზი სახლში არ მისულა. მობილური გათიშული აქვს. სად უნდა წასულიყო, არავინ არ იცის. ბიჭო, რაღაცა აღზნებული მეჩვენები, რათა? ნამდვილად ბაბაევის ყველი გამოჩნდა, ბატონო ზურა. დარწმუნებული ვარ, ჩიტალაძე მაგან მოიტაცა. ძებნა უნდა გამოვაცხადოთ ნაზიზე. ცოტა ხანი დავაცადოთ, იქნებ გაუგებრობა არამე. მერე შეიძლება გვიანი იყოს. ძებნა უნდა გამოვაცხადოთ. ეგ ჩემი გადასაწყვეტია. მადლობა. რისთვის დაბაგარი? შენიშვნისთვის. გაიზარდე. ნაზი ბულბული. დაში უაზრად მოვიქეცი ხო? შენ ხო არავის ეტყვი? მან კი არავის ვეტყვი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ძაღლი დაგვემარხა. შენ მას რა ხო წამოიღე? არა. აი, ეგ ცუდია. რატო? შეიძლება ვიღაცა მიპოვოს და
იდენტიფიკაცია მოახდინოს. ეხლა მეუბნები მაგას? რა ოქნა ძაღლის მკვლელობას მეც პირველად შევესწარი. მოკლულის საცხოვრებას მივაგენით. გაირკვა, რომ აზერბაიჯანელი არ არის. სხვისი პასპორტით მოქმედებდა. გავხსნათ და დავათვალიეროთ. აზერბაიჯანელი რო არ იყო, ეგ ისედაც ვიცოდეთ. დანის ანაბეჭდებზე გაირკვა რამე. სამი თვის წინ მოკლულ არსენ ლეკიშვილს ეკუთვნის. თუ ასეა, შეიძლება 3 თვის წინ ნაპოვნი გამი ლეკიშვილს კი არა, ბაბაევს ეკუთვნოდეს. და ყინულზე პირიქით არსენ ლეკიშვილი მოკლეს? მე ასე ვფიქრობ. ეს საქმე თავიდან იქნება გამოსაძიებელი. ვაგონის მიმდებარე ტერიტორია კარგად უნდა შევისწავლოთ. გაუცილებლად. ხო, ლევან ნოზაძესაც უნდა დავუკავშირდეთ. დავაპირდი ამ საქმესთან დაკავშირებით რამე ახალი თუ გაერგვა, გაგაგებინებ მეთქი. არქშია? და მე რა სმერჩი? ჩემგან რა გინდა? ელე მომისმინე. ყველაფერი რასაც ვაკეთებ ღირს ამად რა. რად? ადამიანის წამებად? ოღონდ ის მაპოვნინა რასაც ვეძებ და დამთავრდება ყველაფერი ამის დედაც მოუტყვა. რას ეძებ? დამიჯერე რა მეტი სისხლი მეც არ მინდა რა. აი ვიპოვი რასაც ვეძებ და ვაფშე დავახვიოთ აქედან რა. ხო წამოხვალ ჩემთან ერთად. სად? მაგას რა მნიშვნელობა აქვს? შენი გამოსირებული ბიძაშვილი სად არის? ის ვაფშე სხვა როჟა რა. რა როჟა? არ მინდა ეხა მაგაზე ბაზარი რა. მაგის მიქარული იქნება. რა იცი რომ ლაპარაკობ ახლა. სულ ესე არისო. ის ჩაისრიდე და შენ წმინდავდი. იქამდე მიხვედი რომ მკვლელი გახდი უკვე. და შენც რომ მკვლელი ხარ ხვდები? ნაზი მიპოდ რომ მიახსენა. დავედით. ჩვენები სად არიან, ხომ არ იცით? ვიცი. სად არის ხალხი? იპოდრომზე წავიდნენ. ამ შუაღამისას მოვიდა ჯერითი? არა, იპოდრომთან ახლოს მოკლული საცხოვრებელი იპოვნეს. კარგი. წავედი. ხო მართლა. ბაქოდან პასუხი მოვიდა. ჯო. ემინ ბაბაევი 3 თვეაც უგზე უკლო დაკარგულად ითვლება. თუ არ დაგეზარება, შეგეძლია მისწერო რომ უკვე ნაპოვნია. კარგი, გავახარებ. კარგი. საჩეინახა მაგის დედა მოვტყან მაგისი. რას ვეძებდით? ფულს. რა ფულს? ფულს რა. მე და გიორგი მიმ ნაბიჯვარს მივაბარეთ.
ნელ-ნელა უნდა მოეწოდებინა. ბევრი მიაბარეთ. დაახლოებით 2 მილიონამდე. აით ესა და ფული მოტეხა მაკრისამ მალან. რატო ვანდეთ? საზღვარზე ვერ გადაგქონდა და რა გვექნა გო? ას ვიფიქრებდი მაგას თუ გაბედავდა იქ დედა მოტყმული. რაგაცინებს ე? მაგარი დებილი ხარ. ჯერ გაგეგო სადმალავდა და მერე მოგეკლა. აიცა. შარში ვართ ბოზიშვილი ვიყო. Elmas ახორციელებს ძებნილ ავტომატალაზე. სახელმწიფო ნომერი მიხეილ რომანი მიხეილ 069. გავიგე ახლა. გადმოვაგდე გასაღები გარეთ, თორემ გასვი იცოდე. გასაღები გადმოვაგდე გარეთ. ხილად, კვეთრი მოძრაობების გარეშე გადმოყავი ხელები გარეთ, თორემ გასვი იცოდე. პოლიცია! გააღე კარი გარედან. ბოლომდე გახსენი. გადმოდი მანქანიდან. ხელები მაღლა. ზურგით ჩემსკენ. დაიძარი. ხილად თორემ გასვი იცოდე. ხელები მაღლა, თითები გაშალე. ზდეკ! დადექი მუხლებზე. დაწექი და ხელები გაშალე. მე მიყურე. სად არის?